რობოტიკა ყველასთვის ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც გასაუბრების საფუძველზე შერჩეულმა მოტივირებულმა 30 მოსწავლემ, რომელთა ასაკი 10-დან 15 წლამდეა, რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებით ორთვიანი კურსი გაიარა. მოსწავლეებმა STEM მიმართულებით მიიღეს სერტიფიცირებული აკადემიური ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი, უმნიშვნელოვანესი პროექტი ბავშვებისათვის. ეს არის 10-დან 15 წლამდე მოსწავლეებისათვის რობოტიკის, პროგრამირების, 3D მოდელირების და ელექტროინჟინერიის მიმართულების კურსი. ამ ეტაპზე დაიგეგმა 30 მოსწავლესათვის სამთვიანი კურსი, რომლის გამოისობითაც, ასე რომ ვთქვათ, ბავშვებმა შეისწავლეს რობოტიკის საწყისები, გაეცნეს 3D მოდელირების მიმართულებას და ბლოკური პროგრამირების ნაწილში გადადგეს უკვე თავიანთი პირველი ნაბიჯები, რათა შემდგომში განსაზღვრონ თავიანთი მომავალი პროფესია და სწორედ ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეხმარება ჩვენი პროექტი ბავშვებს. საპილოტო რეჟიმში 30-მა ბავშვმა გაიარა ეს კურსი და ამ პროგრამა მათ ჩვენო რომ ძალიან წარმატებული და მოთხოვნადი არის და საინტერესო ბავშვები და ახალგაზრდებისთვის რაც მთავარია. შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერია რა თქმა უნდა ყოველთვის გეგმავს ისეთი ტიპის პროგრამებსა და პროექტებს, რომელიც მოთხოვნადი არის ახალგაზრდებში და ბავშვებში. დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომის პრეზენტაციაც გამართეს, რის შემდეგაც ორი მიმართულებით მოხდა მათი დაჯილდოება. გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებსაც მედლები და სიგელები გადაეცათ. მე შევქმენი კოდები და გავაკეთე ილუსტრაცია, რომელითაც მიდიოდა პერსონაჟი და მაგალითად იგებდა ყვავილს და იგებდა ნექტარს. ხო და ამით ავიღე მე პირველი ადგილი, რადგან სული ბევრი დავალება და ბევრი დავალებიდან მე ყველაც ბევრი გავაკეთე. რადგან მიზნად ჰქონდა დასახულის პროგრამირება, მინდა პროგრამისტი გამოვიდე და მაგიტომაც შემიწყო ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გამოვიყენე მომავალშიც. საპილოტო პროგრამის ფარგლებში დაწყებული კურსები კვლავ გაგრძელდება და კიდევ არაერთი მოსწავლე შეძლებს რობოტიკის საწყისების შესწავლას.